ვინ თუ არა ოცნება. საინტერესო არის, რომ ზუსტად იგივე კითხვა რუსეთში იყო ბევრი წლის განმავლობაში, ვინ თუ არა პუტინი პროპაგანდა მას სულ იმეორებდა, როდესაც პოლიტიკური ალტერნატივა არ არსებობს და ვინმე ეჩვენება რომ არსებობს ქვეყანაში, მადმა დასვა კითხვა, ხელოვნურად ხო არ შეიქმნა ეგეთი სიტუაცია. ხომ არ გააკეთა ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ამ პუტინმა რუსეთში, რომ ხალხს ეგეთი დაბაჭება შეექმნას, რომ მართლა ღირსეული ადამიანები, ვინც შეიძლება რომ კარგი ხელისუფლება ჩამოყალიბონ, უბრალოდ არ მიდიოდნენ პოლიტიკაში. იმიტომ რომ ხვდებოდნენ რომ ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნებოდათ, რავი შეიძლება სამართლებრივი, თუ შეიძლება ფინანსური და ასე შემდეგ. ხელოვნურად მიიღო ჩვენ ეს სიტუაცია. ეს ერთი მხარე არის. მეორე მხარე ის არის რომ სულ რო ძალიან მაგარი ხელისუფლება იყოს ქართული ოცნება. ან რავი გავცდეთ ქართულ ოცნებას, არ ვიცი, ბისმარკი თუ რეიგანი თუ ტეჩერი, არ ვიცი, ჰაველი, ვის ვინ მოწონს. აი ყველაზე მაგარი პრემიერი ყავს, ყველაზე მაგარი პარტია გმართავს. კარგ ხელისუფლებებსაც კი ჭირდება ცვლა, დემოკრატიის არსი ეგ არის და ეგ იყო ამერიკის შეერთებული შტატები რატომაც შედგა დემოკრატია, როცა ჯორჯ ვაშინგტონს შეთავაზეს, რომ მესამე ვადით იყარე კენჭიო, მან თქვა, რომ არა, ანუ ორი ვადით ვიყავი და ეს არის აბსოლუტურად საკმარისი, იმიტომ რომ როგორი მაგარი ლიდერიც არ უნდა იყო, ზედმეტი ძალაუფლება საბოლოო ჯამში გაფუჭებს, კვნის და შენ იღებ კორუმპირებულ და უზურპირებულ სისტემას ნაცვლად დემოკრატიისა.